თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს 4-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკიში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა. რამდენიმე წუთში დღის ამბებს თორნიკე მოლაშვილი გახსნის. სულხან მოლაშვილისთვის აგარაკის ჩამორთმევა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი იყო. სრულიად ქვეყანა მიხილა მაშინ როგორ მიიყვანა ტელეკამერების თანხლებით სულხან მოლაშვილის აგარაკზე უსახკაროები მაშინდელმა პრეზიდენტმა. მოლაშვილის გაკულაკება მაშინ კორუფციასთან ბრძოლის სახელით მოხდა. დღეს უკვე წლების შემდეგ გამოძიების დასკვნა ასეთია. 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის სანაცვლოდ მოსთხოვეს წავკიში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. გამოძიების ინფორმაციით თორნიკე მოლაშვილი და სულხან მოლაშვილის მეუღლე თათია ბახტურიძე დაარწმუნეს, რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში სულხან მოლაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ ამ პირობას. მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ 140,000 ლარად შეიძინეს წავკიში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. მიუხედავად მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება. ეს ყველაფერი წლების წინ მოხდა. მაშინ ყველამ დაიჯერა, რომ ეს სულხანის აგარაკი იყო. 12 წლის შემდეგ კი ამ ამბიდან კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პარიზში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის დაპატიმრებისას 35-ის, ხოლო გარდაცვალებისას 47 წლის იყო. სწორედ სულხან მოლაშვილის ყოფილმა ადვოკატმა, რომელიც მოლაშვილის უფლებებისთვის სტრასბურგში იბრძოდა, შალვა შავგულიძემ დღის ამბებში 2-ზე განაცხადა, რომ თავის დროზე, როცა მაშინდელი ხელისუფლება ამტკიცებდა და ხალხს აჩვენებდა რა აგარაკი ჰქონდა მოლაშვილს, სინამდვილეში სულხან მოლაშვილს ეს აგარაკი საერთოდ არ ეკუთვნოდა და მის ოჯახს იმ დღეებში აყიდინეს. სულხანის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა იგი ამის შემდეგაც არ გაუთავისუფლებიათ. სულხანის აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად პროკურატურამ დააყენა ეს საკითხი. უშუალოდ ვალერი გრიგალაშვილმა ის ესაუბრა როგორც მოლაშვილის ოჯახის წევრებს, ისე თავად პატიმარს შეხვდა და უთხრა, რომ თუ ესე შეისყიდიდნენ ამ აგარაკს და შემდეგ სახელმწიფოს გადაცემდნენ უსასყიდლოდ, მოხდებოდა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ეს აგარაკი არ ეკუთვნოდა სულხან მოლაშვილს და მართლაც შეასყიდინეს მათ ოჯახს? დიახ, მოხდა თანხების მობილიზება, მე მახსოვს როგორ უყრიდნენ რაღაც თანხებს თავს და შემდეგ მოხდა შესყიდვა და შემდეგ ამ შესყიდული აგარაკის გადაცემა. ოჯახმა ეს თანხა გადაიხადა, მაგრამ აღკვეთი ღონისძიება არ შეეცვალა სულხანს. ერთი ოჯახის ნაცვლად, რომელიც სახელმწიფო მოხელის ოჯახის ნაცვლად, ეხლა იცხოვრებს 50 გაჭირვებული, გაუბედურებული, შიმშილამდე მიყვანილი ადამიანი. თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა ხსნის დღის ამბებს 4-ზე. მე მას მივესალმები. თორნიკე, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დღეს გადმოსცეს ოჯახს ის აგარაკი, რომელიც წლების წინ, როგორც შალვა შავგულიძემ ჩვენს ეთერში 2 საათზეც დაადასტურა, ოჯახს აყიდინეს იმის სანაცვლოდ, რომ პირობა იყო ასეთი, თუ ამ აგარაკს შეისყიდდა ოჯახი სულხან მოლაშვილის სახელით, თუ მოხდებოდა შემდეგ ამ აგარაკის ჩამორთმევა, მას გაათავისუფლებდნენ. რა შეგიძლია დღეს თქვენ გაიხსენოთ წლების წინ მომხდარ ამ ამბავზე? პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა თქვენ მოგახსენებთ ხელმოწმენი გამოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მადლობას ვისარგებლებ შემთხვევით მადლობას გადავუხდი უწმინდეს და უნეტარეს პირველ რიგში მთავრობას, პროკურატურას, იმიტომ რომ ესეთ მოკლე ხანში რაც სულხანი გარდაიცვალა და რაც გამოძიება დაიწყო პროკურატურამ, თუ ესეთ მოკლე ხანში მოხდებოდა ან თუნდაც ბინის ან აგარაკის დაბრუნება, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ეხლა გავიხსენებ რაც შეეხება თუ როგორ მოხდა ამ ბინის შესყიდვა აგარაკის
მაშინდელი ქალაქის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი დამეჭავში და უშუალოდ მე სულხანი და ციხიდანაც დამალაპარაკა თავისი მობილურით და მოვითხოვდნენ რომ ერთი სიტყვით ჩვენ ეს აგარაკი უნდა შეგვეძინა რომელიღაც აგარაკი რომ გამართლებულიყო მიხეილ სააკაშვილის სიტყვები რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მაშინდელ აგარაკი ქონდა, დიდი აგარაკი ქონდა წავგეში და აქედან გამომდინარე მიშა სააკაშვილის სიტყვები რომ გამართლებულიყო ჩვენ უნდა შეგვეძინა რაღაც აღნიშნული აგარაკი და გადაგვეცა სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა უსასყიდლოდ. სულხანი წინააღმდეგი იყო ამისი მეც რა თქმა უნდა, მაგრამ თათია მეუღლე სულხანისი მოითხოვდა რომ ეს გაგუკეთებია, იმიტომ რომ თათია იძახდა მე მჭირდება ჩემი შვილების მამას სახლში და არა ციხეში და მით უმეტეს იმ დროს მით უმეტეს გარდაცვლილება. მოხდა თანხების მობილიზაცია, გამოვიტანეთ კრედიტი, რისესქეთ თანხები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საბუთებით არის დაფიქსირებული. აღნიშნული აგარაკი რომელზეც მიგვიწით ეს შევიძინეთ და როგორც კი შევიძინეთ ნახევარ საათში გადავუხმოთ სახელმწიფოს ვაჩუქეთ ანუ სახელმწიფოს. თორნიკე, ამის შემდეგ მაინც არ მოხდა სულხანის განთავისუფლება. როგორც შალვა შავგულიძემ თქვა, წინასწარ ქონდაო ასეთი მოლოდინიო, ადვოკატებსაც ქონდათ ასეთი მოლოდინი, რომ მას მაინც არ გაათავისუფლებდენო. რა გითხრეს მერე? აი თქვენ პირობა შეასრულეთ, შეიძინეთ აგარაკი, რომელიც გამოცხადდა სულხანის პირად საკუთრებად, იქ ტელეკამერების წინ მოხდა უსახკაროების შეყვანა. ყველას გვახსოვს მთელი ეს ამბები, სამწუხაროა რომ წლების შემდეგ ირკვევა რომ თურმე ეს არ იყო სულხანის აგარაკი. რა მოხდა შემდეგ? რა გითხრეს? რატომ აღარ გაათავისუფლეს ის? ესე იგი მოხდა ესეთი რაღაცა ამ დროს, როდესაც სულხანის განთავისუფლება ხვეთი ღონისძიება უნდა შესულიყო. მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ლონდონში. მაშინ შალვა ნათელაშვილმა თუ არ ვწდები, შალვა ნათელაშვილმა ლონდონში გადააგზავნა სულხან მოლაშვილის ნაწამების სურათები. როგორც თვითონ გრიგალაშვილმა მითხრა, ამან გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილი და ამის გამო მოხდა ვითომ ეს ასე ვთქვათ გარიგება თუ შეთანხმება, ამის გამო ჩაიშალა და იმით აღარ გაანთავისუფლეს სულხან მოლაშვილი, რადგან ლონდონში მიხეილ სააკაშვილს უთქვეს თქვენ ციხეებში რა ხდება, როგორ აწამებენ პატიმრებს და დაულაგებიათ სურათი. აი ეს იყო საბაბი, ვითომ არ შემდგარი ვითომ მოლაპარაკების და სულხან მოლაშვილი უნდა გაინთავისუფლებიათ. დღეს რა სიტყვით თქვენ თორნიკე მე მახსოვს როდესაც გარდაიცვალა თქვენი ძმა იმ პერიოდში თქვენ საუბრობდით იმაზე რომ იგი ისე გარდაიცვალა რომ მისთვის ვერ აღდგა სამართალი დღეს როდესაც ახალი დამთავრებულია არჩევნები ხელისუფლება ჯერ სამთავრობო კაბინეტიც კი არ არის დაკომპლექტებული პარლამენტიც არ შეკრებილა რას უკავშირებთ თქვენ არჩევნებიდან უმოკლეს ვადაში სულ რამოდენიმე დღეში რატომ დაიწყო მუშაობა ახალმა რეალობამ, ახალმა ხელისუფლებამ, ახალ რეალობაში სწორედ მოლაშვილის საქმით, რა სიტყვით? თავიდანაც მოგახსენეთ, მადლობამი და ისევ გადავუხატო ახალ ხელისუფლებას. და უბრალოდ რა არის, იცით მე ჯერა რომ აი ეს სამართლიანობა ადრე თუ გვია ყველასთვის აღდგება. ყველასთვის ახლა მეტნაკლებად რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარწმუნებულია რომ დღევანდელი ხელისუფლება მოინდომებს რომ სამართლიანობა აღდგეს. გასაგებია წინა 4 წელი რაც იყო უშლიდნენ ხელს რაღაცაში, მაგრამ იმედი მაქვს რომ უფრო ვინუშლიდა შეგიძლიათ ვინუშლიდა თორნიკე შეგიძლიათ მითხრათ ვინუშლიდა ნაციონალური მოძრაობა ინგა ის ხალხი უშლიდა ხელს ვინც დღესაც უშლის საქართველოს განვითარებას და საქართველოს სინსვლას ხელს აი თუნდაც აი თითოეული აი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გამონათქვამები თუ ოღონდ საქართველოს როგორმე ჩირხი მოწმოს საქართველოს თუ როგორ უნდა თუ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც დაბიო უსუსური რაღაც რეჟიმის მქონე სახელმწიფო აი ეს არის უბრალოდ ამაზე მწყდება გული რა იმის მაგივრად რომ ყველა ეცადოს კი გასაგებია რომ ოპოზიციონერი ხარ და გასაგებია რომ გინდა ხამზე ჯდომა გემრიელად და მოიპარო მთავრობის ფულები როგორც იპარავდნენ ადრე გასაგებია რომ მოაკალდა ბევრი თანხა
და ეხლა შედის ბიუჯეტში ეს თანხა. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ საქართველოსზე აქვს ლაპარაკი და არა შენ ოჯახზე, ხო? ეს ნაციონალების ლიდერებზე მაქვს საუბარი. თორნიკე, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. შეგიძლიათ მითხრათ ვისგან და როგორ შეიძინეთ მაშინ ეს აგარაკე? აი დავუშვათ გრიგალაშვილმა, რომელმაც დაგირეკათ პროკურორმა მაშინ როგორც თქვენ ბრძანეთ და გითხრათ რომ იყო ასეთი პირობა, თუ თქვენ ამ აგარაკს შეიძენდით და სულხან მოლაშვილის სახელი თუ დაერქმეოდა, ამ შემთხვევაში მოხდებოდა მისი გათავისუფლება. გრიგალაშვილმა გითხრათ კონკრეტულად ესა და ეს შენობა უნდა შეიძინოთ, თუ თქვენ თვითონვე მოძებნეთ. ვისი იყო ეს აგარაკი? არა, ჩვენ შენობაც არ გვინახია. ინგა, ჩვენ შენობაც არ გვინახია. ჩვენ დაგვიბარეს ნოტარიუსში, ჩვენ დაგვიბარეს გარდაბნის ნოტარიუსში, თუ არ ვცდებ, არა, დიახ, გარდაბნის ნოტარიუსში დაგვიბარეს. იქ მოხდა შეძენა. დიახ. ვიღაც ახალგაზრდა კაცისგან და შემდეგ წამოვიდით უკვე ჭავჭავაძეზე, ყიფშიძის მოპირდაპირე მხარეს. და იქ უკვე მოხდა უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემა. და ვინ იყო ეს ახალგაზრდა კაცი? ანუ მას იძულებით გადმოაფორმებინეს თუ გააყიდინეს თუ არ ვიცი რა ფორმულირება უფრო მიესადაგება ამ ყველაფერს. ანუ ეს ახალგაზრდა კაცი ვინც იქ იყო, ეს იყო მესაკუთრე საკუთარინებით ახდენდა ამ გაყიდვას თუ როგორ ხდებოდა? შეგიძლიათ? ვერ გეტყვით ვერაფერს. ამის არ ვიცით, ეს საკუთარინებით იყო, ძალადობით იყო, ეს არაფერი არ ვიცით. უბრალოდ ჩვენ მივედით ამ კაცისგან უნდა შეისყიდოთ. ვინაუდა ჩვენ იმ კაცისგან შევისყიდეთ ის აღნიშნული აგარაკი. ძალით იყო, ნებით იყო, მუხარით იყო, თბილი სიტყვით ვერაფერს ვერ გეტყვით, საქმის კურსში არა ვართ არც ერთი ჩვენ ამას. ანუ ერთი დღე არ უცხოვრია მოლაშვილის ოჯახს იმ აგარაკზე, რომელიც ჩვენ წლების წინ, 12 წლის წინ თუ არ ვცდები, კადრები ვნახეთ ტელეეკრანიდან. ინგა, დღეს მოხდა ესეთი კურიოზი. ჟურნალისტები გთხოვდნენ, რომ ავსულიყავით და გვენახა აგარაკი. ფიზიკურად არ ვიცით სად არის ტერიტორიულად. არც მე და არც სულხანის მეუღლემ და არც რა თქმა უნდა სულხანი მარიცო. ფიზიკურად ვერ ავიდოდი და გითხრეს მე თვითონ პროკურატურაში უნდა ვიკითხოთ მოლაშვილის აგარაკი რომელი. და იქ მე მიგასავლია. ფიზიკურად არ ვიცით, ვიცით რომ სადღაც დაჭებისკენ არის რაღაც აგარაკი. გასაგებია, მადლობა თორნიკე გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხომ არ დაგჭათ რაიმე სათქმელი, რასაც ეხლა იტყოდით პირდაპირ ეთერში და მე უკვე გადავალ სტუდიაში სტუმრებთან ამ შეკითხვით ზუსტად სულხან მოლაშვილის თემაზე უნდა დავსვათ. ხადია პირველი კითხვა. ორ რამოდენიმე წამს აგართოს დღეს გაიხსენა თათიამ სულხანის მეუღლემ. სანამ ბოლოჯერ სულხანი ასე ვთქვათ გამოემშვიდობებოდა, როდესაც უკვე ძიმე დავანტყოფი შეყავდა პალატაში, რეანიმაციაში უпроსორეთ ხელი აუწევია, მოშთი დაანახა და დაუძახა, რომ თათია ყველაფერი კარგად იქნება. კარგით. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. კარგად ჯანდებოდეთ. მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ეს იყო თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა და თქვენ თავადვე ისმენდით როგორ იგონებდა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმა სახლის ჯერ შეძენის და შემდეგ გაყიდვის ისტორიას. ამ პირობის მიუხედავად სულხან მოლაშვილი მაშინ მაინც არ გაათავისუფლეს. რატომ აღმოჩნდა სულხან მოლაშვილის საქმე პირველი არჩევნების დასრულებისთანავე? ჩატარებული არჩევნები ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა და მოლოდინები, როგორ განვითარდება ქვეყანაში პროცესები. ნანა კაკაბაძე, ზვიად კუპრა